ნოემბრის თვის ფინანსები მოგესალმებით, მოდით ვნახოთ ორ ვარიანტად ნოემბრის თვის ფინანსური ასპექტები, რა გელოდებათ ფინანსებში, მოკლე მიმოხილვა, მოსშესადამე, ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. ვარიანტი პირველი გვექნება ლაბრადორიტი, ვარიანტი მეორე გვექნება მთის ბროლი. დავაპაუზოთ ეკრანი, შევხედოთ ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი ფინანსებში რა გელოდებათ ნოემბრის თვეში? არკანი სამართლიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნოემბრის თვეში მაქსიმალურად აწონდაწონოთ თქვენი ფინანსები, ასჯერ გაზომოთ, ერთხელ გაჭრათ, ასევე გაუწოდოთ ხელი იმ ადამიანებს დახმარებისთვის, ვინც თქვენ თავის დროზე გეხმარებოდნენ, ან პირიქით, თუ კი ადამიანები არ გამოხატავდნენ თქვენს მიმართ არანაირ ყურადღებას, დახმარებას, მხარდაჭერას, შესაბამისად იქცევით თქვენც, ანუ სამართლიანობა ნებისმიერ ასპექტშიც და მათ შორის ფინანსებშიც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბალანსი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკითხი, სადაც ვთქვათ იქნება და ფიგურირებს დოკუმენტები, ქაღალდები, იცოდეთ, რომ ვთქვათ არავითარ შემთხვევაში თქვენი დამოუკიდებლად თუ არ გესმით ან არ გაქვთ შესაბამისი ინფორმაცია, დამოუკიდებლად არაფერს არ მოაწეროთ ხელი და არაფერს არ შეეხოთ, უმჯობესია, რომ ეს გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისაც ეს ესმის და ყოველ შემთხვევაში რჩევა მაინც მოგცეთ, რომ ყველაფერი იყოს სწორად განაწილებული. მთლიანობაში ფინანსურად არ არის ცუდი თვე ნამდვილად, უბრალოდ არსებობს გარკვეული საკითხები, რაშიც ძალიან დიდი სიფრთხილეები დაგჭირდებათ ფინანსების განაწილებაში და დოკუმენტების და ხელმოწერების ასპექტში. და მეორე ვარიანტი, თქვენი ფინანსები როგორი იქნება ნოემბრის თვეში? რვიანების პენტაკლები. ხო, ნოემბრის თვე ფინანსურად იქნება შრომატევადი. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დიდი და შესაძლოა განსაკუთრებული ესეთი ფინანსური წარმატება მოდიოდეს, არც წარუმატებლობა არ ჩანს, ჩანს შრომის პროცესი, ჩანს რუტინა, ჩანს მუშაობა, სადღაც შეიძლება მოიწყინოთ კიდევაც, სადღაც შეიძლება გადაიღალოთ, მაგრამ მთლიანობაში იცით რასაც აკეთებთ, პროფესიონალი ხართ თქვენი საყვარელი საქმის, თუ ნაკლებ საყვარელი საქმის, ამიტომ აქ მაჩვენებს, რომ უფრო მეტად მაჩვენებს პროცესს და დახელოვნებას. მთლიანობაში არკანი კარგია, ნამდვილად არ არის ნეგატიური, უბრალოდ იგრძნობა ეს ერთგვარი რუტინა, გადაღლა და რაღაც მომენტებში დასვენების ძალიან დიდი სურვილი. ფინანსები იქნება საკმარისად, უბრალოდ ეცადეთ, რომ დასვენებასაც ხანდახან დაუთმოთ დრო. წარმატებები.